საზაფხულო სკოლა ბათუმის იუსტიციის სახლში პროექტში 18 სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ისინი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შეიჩნენ. სტუდენტები სახელმწიფო სექტორში ელექტრონული მმართველობის სტანდარტებს დაეუფლებიან. იუსტიციის სახლის მაგალითზე ახალი ბრენდის ფორმირების პროცესსაც განიხილავენ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ლექციებს ქართველი სპეციალისტები უკითხავენ. სტუდენტები შესაბამისი კონკურსის შედეგად შეიჩნენ. საზაფხულო სკოლა 14 აგვისტოს დასრულდება. სწავლების შემდეგ კი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. სკოლაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ისინი ასევე გაეცნობიან თუ როგორ მოხდა იუსტიციის სახლის როგორც პროექტის დაგეგმვა და მისი განხორციელება. ამას გაეცნობიან როგორც ერთ-ერთ წარმატებულ кейსს. ჩვენი საზაფხულო სკოლა გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში და მათ უკვე შაბათს გადაეცემათ კურსის დამთავრების შესაბამისი სერტიფიკატები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ვარ, ვესწრებიან საინტერესო ლექციებს, მე შეიძლება ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მე გახლავართ პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტი, მარკეტოლოგი და ჩემთვის ყველაფერი რაც აიოლებს მომხმარებლებისთვის ცხოვრებას, ყველაფერი საინტერესოა. ეს კი მისი ერთ-ერთი ნაწილი არის, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოსთვის წინ გადადგმულ ძალიან დიდ ნაბიჯზე.